თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. ოთხშაბათია პირდაპირ ეთერში ბრუნდება კანონი გადაცემა კანონი მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. 1 აგვისტოდან უძრავ ქონებაზე დავების მოგვარება სანოტარო მედიაციით შესაძლებელი რაცვლილებები შევიდა კანონში და იყენებს თუ არა მოსახლეობა აღნიშნულ სერვის კანონის შეკითხვებს. ნოტარიუსი დავით იმნაძე უპასუხებს დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 ან მოგწერეთ შეკითხვა Facebook-ის გვერდზე კანონი რადიო იმედი. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი და პასუხობთ ჩვენს შეკითხვებს. ძალიან ბევრი სიახლეები გაქვთ, მოდი ვთქვათ ნოტარიუსებს გარკვეულწილად, რამდენიმე სიახლეზე ჩვენ წინა სეზონზე ვილაპარაკეთ. მოდით ახლა უკვე დავიწყოთ საუბარი. რა ხდება უძრავ ქონების დავების მოგვარებასთან დაკავშირებით? ნოტარიუსი ერთვება მედიაციის კუთხით. რა ცვლილებები შევიდა და რას გულისხმობს ნოტარიუსის ფუნქცია და როლი ამ ყველაფერში? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, მადლობას მოგიხდით სტუდიაში მოწვევისათვის. როგორც აღნიშნეთ, დასაწყისში აღნიშნული კანონის შესაბამისად სანოტარო მედიაციის ჩართულობა სავალდებულო გახდა უკვე. ანუ დაინტერესებული მოდავე, ესე ვთქვათ, მოქალაქეები, რომლებსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გააჩნიათ სამეზობლო დავა უძრავი ქონების მიწის ნაკვეთის ამ შემთხვევაში რეგისტრაციასთან და დაკანონებასთან დაკავშირებით მიეცათ საშუალება სწორედ სანოტარო მედიაციის მეშვეობით გაცილებით მარტივი ფორმით მოაგვარონ აღნიშნული დავები. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში სანოტარო მედიაცია ზოგადად მოქალაქეებისთვის არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსს და შესაბამისად უკვე თვითონ მედიაციის პროცედურა და წარმოება მიმდინარეობს კანონის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს საბოლოო ჯამში უკვე მორიგების აქტის შედგენას და უფლების რეგისტრაციას უძრავ ქონებაზე, ანუ მიწის ნაკვეთზე ამ შემთხვევაში. აი მაგალითად მეზობლებს აქვს დავა კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ან წითელი ხაზის დარღვევასთან დაკავშირებით, სამეზობლო დავა კონკრეტულ მიწაზე. რას აკეთებენ ისინი? ერთ-ერთი მხარე გიკავშირდებათ, ორივე მხარე უნდა დაგიკავშირდნენ რომ მოვიდნენ. როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში ნოტარიუსთან კომუნიკაცია? არსებობს ალბათ რაღაც წესი, რაც უნდა დაიცვას მოქალაქემ, რომელიც არის დაინტერესებული ამ პრობლემის სასამართლოს გარეშე მოგვარებით. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში ორი გზა შეიძლება ესე ვთქვათ არსებობს ამისი. ერთი, დაინტერესებული პირები მიმართავენ საჯარო რეესტრს და როდესაც რეესტრიდან უკვე წინააღმდეგობა შეხვდებათ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთ ტიპის საქმეები თვითონ გადაუგზავნოს უკვე მედიატორ ნოტარიუსს. მეორე შემთხვევაში პირდაპირ მიმართავენ მხარეები უკვე მედიატორ ნოტარიუსს მედიაციის განხორციელების მოთხოვნით და როგორც მე აღვნიშნე, უკვე ესეთი განცხადება უნდა იყოს ერთობლივი, ანუ ნება უნდა იყოს ერთობლივი და ცალმხრივად ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლება მოდავე მხარე ესე უსტრალებში აღნიშნოთ, ვერ ისარგებლებს, ასე რომ ვთქვათ. შესაბამისად ნოტარიუსთა პალატა უზრუნველყოფს ასევე მედიატორ ნოტარიუსთა რეესტრს. ესენი არიან სერტიფიცირებული ყველა ნოტარიუსი, მედიატორი ნოტარიუსი და ეს არის საჯარო ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არის და ნებისმიერ ნოტარიუსთან შეუძლიათ ასეთ დაინტერესებულ პირებს უკვე განცხადებით მიმართვა. რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს საქართველოში მედიაცია? თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორც ამ შემთხვევაში ნოტარიუსი? ამას იმიტომ გეკითხებთ, რომ გადატვირთულია ძალიან სასამართლო და ამაზე მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, რომ უნდა დასრულდეს დაუშვათ კონკრეტული კანონი ავალდებულებს, რომ 6 თვის განმავლობაში დასრულდეს დავა, თუმცა წლობით ხედავთ, რომ მიმდინარეობს ამა თუ იმ საკითხზე დავა, იქნება ეს მეზობლები, იქნება ეს შრომითი კოდექსი, არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლო არის გადატვირთული, ასეთია ოფიციალური პოზიცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, მედიაციას აქვს პერსპექტივა ამ ქვეყანაში? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ თავისთავად მისასალმებელი არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ამასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს პირველ რიგში შეიძლება ითქვას მოდავე მხარეებისათვის სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით მარტივი გზით.
მეორე როგორც აღინიშნა თქვენს დასმულ კითხვაში ასევე სასამართლოს განტვირთვა, რომელიც ნამდვილად გადატვირთული არის უკვე საქმეების განხილვის კუთხით, ესეც გამოიწვევს ერთგვარად რო ვთქვა დადებით მუხტს ასეთ შემთხვევაში. ასევე კიდევ რომ აღვნიშნოთ, მედიაცია ასეთ შემთხვევაში არ თვითონ სანოტარო მედიაცია მხოლოდ ამ ტიპის კატეგორიის საქმეებზე არ ხორციელდება. კანონის შესაბამისად მედიაციის გამოყენების საშუალება მხარეებს აქვთ საოჯახო სამართლებრივ დავებზე. გამონაკლისი გვაქვს საქონლო შვილათაყვანის ბათილად ცნობის, მშობლის უფლების შეზღუდვის და მშობლის უფლების ჩამორთმევის საქმეები. ასევე შესაძლებელია მედიაციის განხორციელება სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე, სამეზობლო სამართლებრივ დავებზე, ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე და როგორც დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი ერთ-ერთი თემა არის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მარტივად რომ თქვათ, თქვენი იურისტი ბრძანდებით და თქვენთვის არ არის ეს, ან მიწის დავასთან დაკავშირებით, მარტივად რომ საზოგადოებისათვის მარტივად ასეთი. რაც შეეხება მოვედი დავუშვათ მე მოქალაქე და მოგმართეთ თქვენ რომ მაქვს დავა მეზობელთან იქნება თუ საოჯახო კონფლიქტის ნიადაგზე იქნება არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს მიერ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტს ვაკმაყოფილებ, როგორ იკვლევთ თქვენ, როგორ უნდა მოახდინოთ დავუშვათ გამოიტანოთ ამ შემთხვევაში ორივე მხარისთვის სასურველი გადაწყვეტილება. რამე ფორმა არსებობს, იძიებთ აღნიშნულ ინფორმაციას, ჩართულია სხვადასხვა, როგორ ადგენთ ჭეშმარიტებას ამ შემთხვევაში და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება რომ მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ერთი თავიდანვე რაც მინდა აღნიშნო არის ის, რომ მოსამართლის ფუნქცია და როლი ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსს არ გააჩნია. შესაბამისად, პირველი ნება რაც დაინტერესებულმა პირებმა გამოავლინეს ნებისმიერი სამედიაციო საქმესთან დაკავშირებით არის ის, რომ გაცილებით როგორც აღნიშნეთ ჩვენ უკვე მარტივი გზით გადაწყვიტონ ერთმანეთში არსებული დავა. ნოტარიუსს შეუძლია ნებისმიერი საქმის ასეთი ტიპის საქმის განხილვის დროს ჩართოს საქმის განხილვაში სპეციალისტები, ექსპერტები ასევე შესაძლებელია ასევე რომ დაუშვათ იგივე ერთ-ერთ მხარეს დაავალოს კიდევაც რომ დაუშვათ საქმე აწარმოოს წარმომადგენლის, მაგალითად ადვოკატის მეშვეობითაც დეტალების კვლევა და ცალმხრივად გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ითქვას აქ ნოტარიუსის მხრიდან რა თქმა უნდა არ ხდება, ორივე მხარის მონაწილეობით ხდება საქმის განხილვა, ფაქტობრივი გარემოებების შეფასება როგორც არის და შესაბამისად ურთიერთშეთანხმება კონსენსუსი ამ შემთხვევაში არის მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი, რაც მორიგების აქტის საფუძველი შეიძლება გახდეს და მხარეთა ესე რომ ვთქვათ შერიგების საფუძველი გახდეს ასეთ შემთხვევაში. კონსენსუსი რო იყოს მიღწეული, თქვენ უნდა გაიცნოთ იმ დოკუმენტაციას, რაც აქვს ორივე მხარეს და შესაბამისად უკვე გამოიყვანოთ საშუალო არც ერთი რო დაზარალდეს, არც მეორე თუ სწორად გავიგე. კი ბატონო, აქ აღნიშნავ კიდევ რომ ამ ტიპის საქმეებისათვის ისევე როგორც ნებისმიერ სანოტარო მოქმედებისათვის მხარეები ცალსახად სარგებლობენ და იყენებენ თანასწორო უფლებიანობის პრინციპს. ანუ ერთი მხარეც მეორე მხარეც ასეთ ურთიერთობაში რა თქმა უნდა თანაბარი უფლება-მოვალეობებით სარგებლობს. ნოტარიუსი აბსოლუტურად მიუკერძოებელია ასეთ შემთხვევაში, მეტიც აქ მსგავსი ტიპის საქმეების განხილვა კონფიდენციალური არის და ნოტარიუსს ეკრძალება იმ ფაქტების გამომჟღავნება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მსგავსი საქმეების განხილვის დროს. ბატონ დავით, საინტერესო ალბათ ვადები, აი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დავსვიმე შეკითხვა და იქ არის პრობლემა, რატომ შეიძლება არ მიმართოს სასამართლოს მოქალაქემ და დაუშვათ ვისარგებლო მედიაციის სამსახურის ამ შემთხვევაში ნოტარიუსის სერვისით არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ესა თუ ის დავა. თქვენთან როგორ არის ვადებში? არის რამე დაწესებული, რომ აი ამ დროს უნდა დასრულდეს ეს დავა, ამ კონკრეტულ საქმეს უნდა მოხმარდეს ეს დრო თუ გონეურული უნდა იყოს თავისთავად ცხადე ესვა და არ უნდა აღემატებოდეს ამ შემთხვევაში გარკვეულ პერიოდს უსასრულობამდე თუ გაგრძელდა რა თქმა უნდა მედიაციაც ასეთ შემთხვევაში აზრს კარგავს ასეთ დროს. ანუ ორივე მხარისათვის მისაღები უნდა იყოს რა თქმა უნდა და შედეგიც თავისთავად ცხადია დროულად უნდა იყოს დაყენებული ამ შემთხვევაში. ფასთან დაკავშირებით უნდა გითხოთ აუცილებლად. მე რამდენადაც ვიცი ეს სერვისი უფასოა მოქალაქეებისთვის. უფასო არის მხოლოდ და მხოლოდ რაც ჩამოუთვალე ჩამონათვალიდან რაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ანუ ეგრეთ წოდებული მარტივად ნათქვამი მიწის რეგისტრაციასთან არის დაკავშირებული. ასეთი სერვისი ესე დავარქვათ ამას არის უსასყიდლო. ნებისმიერი მოქმედება, რასაც მოქალაქეები ამ შემთხვევაში თავიანთი მიმართვის შედეგად გასწევენ ნოტარიუსთან, ეს არის უსასყიდლო. შესაბამისად არანაირი საზღაურის აღების უფლება ნოტარიუსს ასეთ შემთხვევაში არ გააჩნია.
სახელმწიფოსთან დაკავშირებით, აი მეც როგორ შეკითხვა დამეპადა მე როგორც მოქალაქეს, რატომ ემსახურება ნოტარიუსი უფასოდ დავუშვათ მოქალაქეებს, როდესაც ნოტარიუსის ეს ამა თუ იმ სერვისის მიღება არც თუ ისე დავუშვათ დაბალ ფასებთან არის დაკავშირებული, როდესაც გვინდა რაღაც დოკუმენტები, მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაკეთება, თუნდაც ელექტრონულად Skype-ის საშუალებით მინდობილობის დამოწმება არ ღირს ძალიან იაფი დავუშვათ, ხო, არც ძალიან ძვირი, მაგრამ შეიძლება რომ ვიღაცას უჭირდეს ამ თანხის გადახდა. რატომ არის ეს უფასო და სახელმწიფო აბალანსებს თუ არა დავუშვათ ნოტარიუსის იგივე გონებრივი დახარჯვა ხდება, ხო, ნოტარიუსი თავის დროს ხარჯავს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დავები იქნას დასრულებული. როგორ დაბალანსდა ეს ყველაფერი და თქვენთვის როგორც ნოტარიუსისთვის ამ შემთხვევაში არის ეს დამატებითი ტვირთი თუ რატომ არ არის დავუშვათ ნოტარიუსების მხრიდან პრობლემა და პრეტენზია ამ მიმართულებით? ცალკე მატერიალური ფორმით. უფასოდ მუშაობა საქართველოში არავის არ უყვარს, უკლეთ ეს მინდოდა მეკითხა. ცალკე მატერიალური ფორმით ანაზღაურება, როგორც ასეთი არ ხდება მსგავსი ტიპის საქმეების განხორციელების შემთხვევაში, ეს ისევ და ისევ უნდა ჩავთვალოთ ამ შემთხვევაში, რომ არის სახელმწიფოს კეთილინება, ნოტარიუსი არ არის კერძო სუბიექტი მოგეხსენებათ და ის მთლიანად არც საჯარო მოხელი არის, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ვინაიდან არის ძალიან ბევრი პრეცედენტი ასეთი მოუგვარებელი საქმეების და პლუს ჩვენ ვახსენეთ უკვე რომ სასამართლო გადატვირთულობის თავიდან არიდება მარტივი ფორმით შედეგი, ეს არის ისევ და ისევ საზოგადოებისადმი და მოქალაქეებისადმი გაკეთებული ესე რომ ვთქვათ, ჭრალებში ვიტყვი საჩუქარი ასეთ შემთხვევაში, რაც უსასყიდლობის მომენტს ესე რომ ვთქვათ განამტკიცებს ამ დროს. ვალდებულება როგორც ასეთი ნოტარიუსის მსგავსი ტიპის საქმის გაჩენის შემთხვევაში გააჩნია ისეთივე ფორმით, როგორც ნებისმიერი სანოტარო მოქმედება, ანუ დიფერენცირება აქ, რომ ეს უსასყიდლოდ არის გასაკეთებელი და მე შეიძლება თაროზე შემოვდო ასეთი საქმე, ასეთი უფლებამოსილება, რა თქმა უნდა და უფლება არ გააჩნია ნოტარიუსს. ან სოციალურ პასუხისმგებლობას იღებს ამ შემთხვევაში ნოტარიუსი და გარკვეულწილად ტვირთსაც იღებს. რაც შეეხება უკვე რა თუ 1 აგვისტოს შემდეგ ამოქმედა ეს ცვლილება, თუ არის უკვე რამდენიმე საქმე თუ დაგროვდა ნოტარიუსთან მხრიდან, რომ მიმდინარეობს მედიაცია, დასრულდა, რა გაჩვენათ პრაქტიკამ, რამდენად სწრაფად ხდება დასრულება, ან მოდი ამ მხარეები განიხილავენ, თუმცა მაინც საბოლოო ჯამში სასამართლოს მიმართავენ. არის რაიმე მსგავსი სტატისტიკა ამ ეტაპზე, რაც სტატისტიკური მონაცემებით ჩემთვის როგორც არის ცნობილი ჯერჯერობით იყო 5 მსგავსი ტიპის საქმე, რა დროსაც მორიგებით დასრულდა სანოტარო მედიაციის გამოყენების საშუალებით ასეთი ტიპის საქმეები. ვადებს რაც შეეხება დროულად იქნა ნამდვილად განხორციელებული ეს და შესაბამისად უკვე ეს პრაქტიკაში დანერგვა უკვე უზრუნველყოფს ალბათ იმასაც, რომ ნამდვილად მოიმატებს კიდევაც ასეთ ტიპის საქმეები, დავები გაგრძელების კუთხით აღარ გაგრძელებულა, ვინაიდან ორივე მხარისათვის სასურველი შედეგი ასეთი მორიგების აქტის შედეგად ნამდვილად დადგა კიდევაც. ბატონ დავით, შესაძლებელია დავუშვათ ადამიანები დათანხმდნენ იმ მომენტში მოაწერეს ხელი, შემდეგ ამას აქვს აღსრულება ხდება ამ დოკუმენტის და ამის გასაჩივრება არ ხდება, ხო, რომ აუხსნათ საზოგადოებას ამის შესახებ. მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება რაც არის ან უფლება დადგენილი მხარეების მიმართ თუ არ აღსრულდა აღნიშნული შინაარსით დადგენილი ვალდებულება, ასეთ შემთხვევაში ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს საახსრულებო ფურცელი. საახსრულებო ფურცელი ასევე მხარებს აძლევს საშუალებას აირიდონ, ასე რომ ვთქვათ, ისევ სასამართლოში წასვლა და პირდაპირ აღმასრულებლის მეშვეობით იქნება ეს სახელმწიფო აღმასრულებელი თუ კერძო მოახდინონ აღსრულებაში გადაცემა ასეთი საქმეების. რეკლამა და რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ უკვე საუბარს იმ ქალაქებისა თუ სოფლების შესახებ, სადაც ნოტარიუსი დღემდე არ ყოლიათ და ახლა უკვე ყავთ, როგორ ართმევენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს და რამდენად ეფექტურად ხდება ამ სამსახურის ამოქმედება. სწორედ ამ თემით განვაგრძობთ საუბარს რეკლამის შემდეგ. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნოტარიუსი დავით იმნაძევ საუბრობთ 1 აგვისტოდან ამოქმედებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე საუბრობთ თუ რა ხდება ზოგადად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც ნოტარიუსი დღემდე არ მუშაობდა. გარკვეულწილად 1 აგვისტოდან უძრავ ქონებაზე დავების მოგვარების სანოტარო მედიაციის შესაძლებლობაზე ვისაუბრეთ. მოდით ახლა ვისაუბროთ უკვე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებთან დაკავშირებით. იყო ქალაქები, სადაც სერვისი ნოტარიუსის არ იყო ხელმისაწვდომი.
მისასტომი. ალბათ ეს გარკვეულწილად დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ ხდებოდა დოკუმენტების არასწორად შედგენა, შეიძლება ვიღაცა შეეძინა ქონება და უბრალოდ არ უნდოდა ამის უკვე არ ქონდა იმის საშუალება რომ ჩასულიყო ქალაქში, გაეფორმებინა ოფიციალურად და შემდეგ ეს უკვე წარმოშობს ალბათ გარკვეულწილად დავებს. დამეთანხმებით ალბათ რა ხდება დღეს ამ სოფლებსა თუ ქალაქებში და სად გვყავს წარმოდგენილი ნოტარიუსები და რა ქალაქები დაგვრჩა დავუშვათ თუ სოფლები თუ დაბები, სადაც ნოტარიუსის სერვისი ჯერ კიდევ ხელმიუწვდომელია. უკვე ის მუნიციპალიტეტები, სადაც დაიწყეს ნოტარიუსებმა, ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმა მუშაობა, ნამდვილად შეიძლება ითქვას ამოქმედ და უკვე და მოსახლეობის კუთხითაც კმაყოფილება ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ სანოტარო სერვისის განხორციელება შესაძლებელი გახდა სრულფასოვნად აღნიშნულ ტერიტორიებზე, მუნიციპალიტეტებში. ამჟამად კიდევ უახლოესი სიახლის შედეგად დაინიშნა კიდევ 8 ახალი ნოტარიუსი. შემდეგ მუნიციპალიტეტებში არის უკვე სანოტარო სერვისი ხელმისაწვდომი სრულფასოვნად, ესენი არის მესტია, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ნინოწმინდა, ცაგერი, ონი, თიანეთი და დაბა ბაკურიანი. ამ მუნიციპალიტეტებში ზოგიერთ მათგანში საერთოდ არ იყო სანოტარო სერვისი ხელმისაწვდომი, ზოგიერთ მათგანში ხორციელდებოდა, თუმცა არა შეიძლება ითქვას სრულფასოვნად. დღესდღეობით მოგეხსენებათ ასევე რომ ასეთი ახალდანიშნული ნოტარიუსებისათვის სავალდებულო არის 3 წლიანი პერიოდით ადგილობრივ ტერიტორიაზე სანოტარო საქმიანობის განხორციელება, შემდგომში უკვე მათი ნება არის გააგრძელებენ თუ შეიცვლიან ადგილსამყოფელს და სხვაგან გააგრძელებენ სანოტარო მოღვაწეობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, ასეთი ახალდანიშნული ნოტარიუსების მიმართ ნოტარიუსთა პალატა ახორციელებს როგორც ფინანსურ, მატერიალურ დახმარებას, ასევე ტექნიკური კუთხითაც. ხდება ისეთი ტექნიკური საშუალებების გადაცემა, რაც აუცილებელი არის სანოტარო საქმიანობის განხორციელებისათვის, კერძოდ ასეთ შემთხვევაში კომპიუტერი იქნება ეს თუ საბეჭდი საშუალებანი, ყველაფრით ისინი უზრუნველყოფილნი არიან. ასევე პროექტი და პროგრამა გრძელდება. კიდევ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც საჭიროებენ თქვათ სანოტარო სერვისს და არ არის უზრუნველყოფილი ისინი სანოტარო სერვისით, უახლოეს მომავალში კიდევ იქნება შევსებული, რა თქმა უნდა, ახალდანიშნული ნოტარიუსების მიერად. რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ დღეს? აქტიურობა არის ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, ინტერესდებიან, დავუშვათ ცდილობენ რომ მივიდნენ გადაგაზიანის ძალიან მიზერული ხარჯი შეიძლება იყოს, რომელიც გაზიანის ხარჯი და იცოდნენ რომ დოკუმენტები აქვთ წესრიგში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით იქნება თუ რაიმე სახის სხვა მიმართულებით. არის მათი მხრიდან ინტერესი თუ ეს სერვისი იმდენად ახალია რომ არ ინტერესდებიან ჯერჯერობით. უკვე რომელმა ნოტარიუსებმაც დაიწყეს მოღვაწეობა ასეთ მუნიციპალიტეტებში, მათი მხრიდან რა თქმა უნდა ასეთი ზოგადი სტატისტიკა, რასაც თქვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ამ შეკითხვით, მოწოდებული არის ნამდვილად, როგორც აღნიშნე, ესე იგი კმაყოფილებას გამოხატავს მოსახლეობა, მიმართვა ნოტარიუსისადმი არ არის, ესე ვთქვათ, იშვიათი ასეთ შემთხვევაში და ის დისკომფორტი, რასაც ისინი განიცდიან ასეთ შემთხვევაში სანოტარო სერვისის არარსებობით, აღმოფხრილი არის. შესაბამისად შეიძლება ისეთი დატვირთვა არ არის, როგორც დაუშვათ დიდ ქალაქებში არის, მაგრამ ის რომ საერთოდ აღარ აქვთ ის დისკომფორტი, თქვათ, მანძილის, გადაადგილების ასეთ შემთხვევაში და დროის, ეს როგორც აღნიშნე აღმოფხრილი არის ამ კუთხით. ბატონ დავით, მსმენელია, მოდით მას მივცეთ საშუალება დასვას შეკითხვა და განვაგრძოთ შემდეგ საუბარი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ახლა ვიცი რომ ნოტარიუსი არის სახელმწიფოზე დამოკიდებული, მაგრამ ახლა თქვენ დემოკრატიულ პირობებში დამოუკიდებელი ნოტარიუსები ყავთ ესე როგორც ექსპერტები რო გაჩნდნენ და რაღაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები და დამოუკიდებელი მთავრობის წევრები და პროკურორები და პოლიციელები და მოსამართლეები. იცით რა არის, შეიძლება ახლა შეკითხვა თვითონ სწორად ვერ გავიგეთ, მაგრამ დამოუკიდებელი ნოტარიუსი ესეთი ცალკე ტერმინი არ არსებობს. თუ თქვენ დამოუკიდებელი პოლიციელი ალბათ. კი ბატონო, და თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ დავუშვათ ნოტარიუსი, ვისთანაც გსურთ ან იურიდიული კონსულტაციის სამართლებრივი რჩევების მიღება, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ნოტარიუსს ერთ-ერთ სანოტარო მოქმედებად გააჩნია სწორედ ფუნქცია, რომ მან დაინტერესებულ პირს გაუწიოს იგივე სამართლებრივი კონსულტაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც მისთვის იქნება ინტერესის სფერო. ცალკე სუბიექტი დამოუკიდებელი ნოტარიუსი ესეთი არ არსებობს.
ანუ სახელმწიფოს ინტერესებს ატარებს თუ არა ნოტარიუსი, ალბათ მას ამას გულისხმობდა ბატონი, სახელმწიფოზე დამოკიდებული ხარ თუ არა და ჩვენ ზოგადად ხო საუბრობთ ამ ქვეყანაში მუდმივად მიმდინარეობს საუბარი, რომ ირღვევა ადამიანის უფლებების სახელმწიფო აკეთებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს სასამართლო არ იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებებს, ალბათ აქედან გამომდინარე იყო დასმული ეს შეკითხვა. დავამატებდი ერთს კიდევ რომ როგორც აღნიშნე, აი დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემიდანაც იყო ეს ნახსენები, რომ ნოტარიუსი ზოგადად არის მიუკერძოებელი ნებისმიერი საქმის მიმართ და ის მეორე მხარის მიმართ აბსოლუტურად თანაბარწილად ავრცელებს სწორედ თანასწორ უფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს. ნებისმიერი გადახვევა ასეთი პრინციპის დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკვე სამართალდარღვევა არის და შესაბამის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. ამასთანავე ქონებით აგებს ერთადერთი იურისპრუდენციაში ერთადერთი სპეციალობაა, რომელიც ქონებით აგებს პასუხს. კი ბატონო, ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა ჩვენთვის არის სავალდებულო. გასაგებია. ბატონ დავით, სამწლიანი სავალდებულო დავუშვათ სამსახური ახსენეთ თქვენ იმ ნოტარიუსებისთვის, რომლებიც ახლად დანიშნულები არიან. 3 წლის შემდეგ რა ხდება? თავიდან აღნიშნოთ, რომ 3 წელი შეიძლება ვიღაცისთვის ბევრია, ვიღაცისთვის ვთქვათ ნორმალურ პერიოდად არის მიჩნეული, მაგრამ ეს არ არის უცხო, შეიძლება ითქვას სანოტარო მსგავსი ტიპის სანოტარო საქმიანობისთვის, იმიტომ რომ ევროპის რიგ ქვეყნებში არის მეტი, ზოგიერთ ქვეყანაში 5 წელიც არის. რაც შეეხება 3 წლიანი პერიოდის გასვლას, ეს უკვე აბსოლუტურად ნოტარიუსის გადასაწყვეტი არის. შემდეგ ის დარჩება და გააგრძელებს იგივე მუნიციპალიტეტში მოღვაწეობას, თუ შეიცვლის ადგილს და ნებისმიერ ახალ ადგილს აირჩევს. და შემდეგ უკვე ისევ ახალი ნოტარიუსისთვის იქნება სავალდებულო, რომ ჩაანაცვლოს თავშოთ ის, რომელმაც მიიღო გარკვეულწილად გამოცდილება. კი ბატონო, ამას უკვე რა თქმა უნდა განაპირობებს მოთხოვნაც ნოტარიუსის გარეშე არ უნდა დარჩეს არც ერთი მუნიციპალიტეტი და შევსებაც ესე რომ ვთქვათ ახალი კადრებით განხორციელდება იმ ახალდანიშნული ნოტარიუსების მიერ, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს და დაინიშნებიან ამ თანამდებობას. აუცილებლად მინდა გკითხოთ, გამოცდები უკვე დასრულდა ერთიანი ეროვნული, რამდენად მოთხოვნადია დღეს ნოტარიუსის სპეციალობა საქართველოში და არის თუ არა საჭირო კადრების, პროფესიონალი კადრების რაოდენობა საკმარისია თუ არა დღეს, იმიტომ რომ მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სპეციალობები, იქნება სხვადასხვა პროექტები, რომ კვალიფიციური კადრების პრობლემა აქვს ქვეყანაში. ნოტარიუსების მიმართულებით როგორ არის? ამდენი ხანია დადიხარ და მე მგონი პირველად დამებადა ეს შეკითხვა ამიტომ. ესე იგი, რაც შეეხება თვითონ ესე ვთქვათ კვოტას, ყოველწლიურად იუსტიციის მინისტრი ადგენს ნოტარიუსთა რაოდენობას, მოთხოვნას რაც შეეხება ასეთ შემთხვევაში, იგივე უკანასკნელი გამოცდების სტატისტიკიდან გამომდინარე მოთხოვნა ნამდვილად იყო და შეიძლება ითქვას ესე ვთქვათ უკუსვა მოთხოვნის მიმართ და ვთქვათ ამ საკითხის ესე რომ ვთქვათ დაკნინება არ ხდება ამ კუთხით. მოთხოვნადი ნამდვილად არის. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დავალდებულებენ რაღაცები უფასოდ გააკეთონ ნოტარიუსებს. თუნდაც ეს ბოლო 8 ნოტარიუსის დანიშვნის მაგალითიც ავიღოთ, რომ ამ შემთხვევაში მათი ნება იყო, რომ 3 წელი ასეთ მუნიციპალიტეტებში რაც უკვე ჩამოთვალეს სავალდებულო კუთხით დაეწყოთ სამთავრო მოღვაწეობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი, უპასუხეთ ჩვენს შეკითხვას. მე წარმატებებს გისურვებთ მედიაციის კუთხით და წარმატებებს უსურვებ იმ ადამიანებს, ვინც ეხლა იწყებს სანოტარო საქმიანობას იმ სოფლებში თუ ქალაქებში, სადაც დღემდე ეს სერვისი იყო ხელმიუწვდომელი და იმეც ვიტოვებ, რომ გექნებათ კიდევ არაერთი სიახლე და იქნებით ჩვენი სტუმარი და უპასუხებთ იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს სამართლებრივი კუთხით. დიდი მადლობა, რომ იყავით თქვენს. ჩვენ კი დაუბრუნდებით მომავალ შაბათს სხვა თემით და სხვა სტუმართან ერთად. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ, რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.